გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ აფხაზეთის ტოპონიმიკაზე. რატომ არის ზოგადად ჩვენთვის, როგორც ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტოპონიმიკის შესწავლა ჩვენს ტერიტორიაზე და რა არის თვითონ ეს მეცნიერება. ტოპონიმიკა, იგივე ონომასტიკა განეკუთვნება მეცნიერების იმ დარგს, რომელიც სწავლობს დასახლებების სახელებს, მდინარეების სახელებს, სოფლების სახელებს. ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება მეცნიერებისთვის, ისტორიკოსებისთვის, ლინგვისტებისთვის, ეთნომეცნიერების სხვა წარმომადგენლებისთვის, რომ შეისწავლონ რეალურად იმ ტერიტორიაზე ვინ ცხოვრობდა, საიდან მოვიდნენ, ერთ-ერთი საშუალება. ანუ ამის გარდა არსებობს თქვათ ისტორიული წყაროები, ამის გარდა არსებობს არქეოლოგიური მასალა, თუმცა ტოპონიმიკა არის ერთ-ერთი ძირეული ისტორიის დასაწერად, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, ყველა თავმოყარე ერი ცდილობს, რომ აი ეს მეცნიერება საკმაოდ მაღალ დონეზე აიყვანოს. ჩვენთანაც ძალიან საკმაოდ განვითარებულია ეს მიმართულება და ეს გამოწვეულია, ეს გამძაფრებულია იმით, რომ ჩვენ დღეს ტერიტორიაზე გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელსაც აუცილებლად ჭირდება მოქმედებების აღება და პირობები, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, არის შემდეგნაირი: სეპარატისტული პოლიტიკოსები და სხვა სახელმწიფოები, ერთადად რუსეთი ცდილობენ რომ წაახალისონ აი ეს სეპარატისტული მოძრაობები და ამ ყველაფერს საფუძველს უყრიან იმით, რომ აყალბებენ ისტორიას, სახელებს უცვლიან დასახლებებს და სამწუხაროდ ბევრმა ქართულმა მეცნიერებმა შეუწყო ამას ხელი. დღესაც ვისაუბრებთ ნაწილობრივ შევეხებით ამ ქართულ მეცნიერებსაც და ზოგადად აი მოკლედ შევეცდები, რომ შევაჯამოთ თუ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე. საუბარი მინდა დავიწყო იქიდან, რომ ისტორიის გადაწერის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას და მთავარ ხერხად გამოიყენებენ იმას, რომ დასკვნაში ამ ისტორიის გაყალბების ფონზე წერენ იმას, რომ მთლიანად დასავლეთ საქართველოს, აფხაზეთი, სამეგრელო, ზემოთ გურიაში მთლიანად იყო ჩრდილო კავკასიელების, პროადიღეელების და მეტოპების დასახლების არეალი. შემდგომ ქართველები ამოსახლდნენ სამხრეთიდან აიწიეს ზემოთ და ახლა გამოდის რომ ჩვენს მიწაზე კი არ ვიმყოფებით ან ჩრდილო კავკასიელების და მაგალითად ადიღეელების და მაგათი და მათი იყო ეს ტერიტორიები, რაც არის აბსოლუტური მტკნარი სისულელე. უბრალოდ ეს მეცნიერებები, რომლებიც აყალბებენ ბრჭყალებში მეცნიერებები, რომლებიც აყალბებენ ისტორიას, წერენ ინგლისურ ენაზე, რუსულ ენაზე და ამ დროს ჩვენ გგონია რომ ეს ვერაფერზე ვერ იმოქმედებს. დიდი ალბათობით ვერაფერზე ვერ იმოქმედებს, მაგრამ ჩვენ მაინც მზად ხომ უნდა დავხვდეთ და მომზადებულები და როცა საჭიროება იქნება ამისთვის შევძლოთ ხმის ამოღება და საკუთარი ინტერესების დაცვა. მოდი საუბარი დავიწყოთ იმით, აი ამ მტკნარი სისულელისგან ნეიტრალებით, ზემოთ ჩრდილო კავკასიაში მთლიანად არის ნამოსახლარი ქართველური ტომების, აი ზემოთ კრასნოდარისკენ რუკაზე გაჩვენებთ ამას აუცილებლად, არის მთლიანად ქართული ტოპონიმიკა. მაგალითად სონჩხა, რაც სონე იგივე სვანია, ანუ სვანების მთა, მაგალითად გელენჯიხა, გელენ არის გარე და ჯიხა არის მეგრულად ციხე, ანუ მეგრული ტომების დასახლება იყო იქ და კიდევ ერთი უამრავი მაგალითად კურჯიფსი მდინარე კურჯი იყო ქართველებს ეძახდნენ და ჯიფს არის მდინარე, ანუ კურჯიფსი ქართველების წყალი. ზემოთ კიდევ ერთხელ ვამბობ რუსეთის ტერიტორიაზე, ელამის უკრაინამდე. ეხლა რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ტერიტორიაზე და განვიხილოთ რა ხდება ჩვენთან თვითონ დასავლეთ საქართველოში, არის შემდეგი სიტუაცია გვხდება. მაგალითად ავიღოთ ცხუმი, ხო? ცხომი, სოხუმი, იგივეა. ამაზე არავინ არ დაობს, რომ ეს არის ქართული წარმოშობის სიტყვა, იმიტომ რომ ცხუ არის სვანურად მთლიანი, ერთიანი, მდგრადი, ხოლო ცხუა ძველმეგრულად არის წყალი, ანუ სოხუმი რო ქართული ტოპონიმია, ამაზე საბედნიეროდ კიდევ კარგი არავინ არ მსჯელობს. გარდა ამისა, სვანური წარმოშობის უამრავი ტოპონიმი გვხდება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს არის მაგალითად ძირითადად ვისაუბრებთ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ტოპონიმიკაზე, იმიტომ რომ კიდევ კარგი გურიას მაინც არ გულიჯს ამ მომენტში არავინ. მაგალითად არის ღუმურიში, ღუმური არის ქართულად სვანურ ენას უკავშირდება, ეს არის ღუმელი, სითბოს შემცველი და ამიტომ უნდა მოვუთხილდეთ ჩვენი ენას და ამიტომ უნდა ვიხმაროთ შტეფცელის მაგალითად დენს ქვიტა და ისიც არის რა თქმა უნდა ჩვენი ტოპონიმი. გარდა ამისა,
ძალიან დიდი დამსახურება ამ საქმეში აქვს პავლე ინგოროყვას, იმიტომ რომ მან შეისწავლა 136 ტოპონიმი აღწერა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობდა და ეს არის არა სუბსტრატი, ეს არის ყველაზე ისეთ შემთხვევაში, ეს არის ადსტრატი და სუპერსტრატი, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით ან სხვა ვიდეოში ვისაუბროთ. მოკლედ, პავლე ინგოროყვა ეს ყველაფერი შეისწავლა. რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება მოხდეს ტოპონიმების შესწავლა. რა თქმა უნდა, ესეთი მარტივი მეცნიერება არ არის და ეხლა როგორც არქეოლოგიური მასალა, რომელიც შედარებით უფრო მარტივი საკვლევი და გამოსაძიებელია, ტოპონიმებს უფრო მეტი დაფიქრება ჭირდება, უფრო მეტი ახსნა ჭირდება, კონტექსტის გათვალისწინება ჭირდება. მაგრამ ქართულში არსებობს ჰარმონიული თანხმოვანთა კომპლექსები, რომლებიც განაპირობებენ ქართული ენა და უძლებენ მდგრადად ინარჩუნებენ ქართულ სახეს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ცხ კომპლექსი, ხო, მაგალითად ცხუმი, ანუ სოხუმი. გარდა ცხუმისა, ასევე გვხვდება მაგალითად სულ გვაქვს თანხმოვანთა ეს 4 ძირითადი კომპლექსი და ესენი არის დღფხპყ, ეს არის დღთხწყ, ეს არის ცხძღ წყ და ჯყ ჩხ ჭყ. და ეს არის მთლიანად მოფანტული, აი ეს მდგრადი ჰარმონიული კომპლექსები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ანუ აფხაზეთის ტერიტორიაზე არის ეს ყველაფერი თავმოყრილი და არაერთი ტოპონიმი არსებობს. ამის უბრალოდ ხა ამაზე დიდად ამ ვიდეოში არ მინდა რომ მოგაცდინოთ, მაინც ამაზე საუბრით. მაგრამ აუცილებლად ვისაუბრებთ კიდევ ბევრჯერ და ბევრჯერ. ეხლა ცოტა უფრო საფრთხეებისკენ რო გადმოვინაცვლოთ, არის ბევრი ისეთი ქართველი მეცნიერი, რომელმაც საკუთარი იმ მომენტში არაინფორმირებულობის გამო დაუშვეს შეცდომები. დიახ, ხანდახან საჭიროა ავტორიტეტების გამოწვევა. მაგალითად, ცოტა ადამიანს თუ მიუძღვის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში იმხელა 8 წელი, როგორიც მიუძღვის ივანე ჯავახიშვილს. როგორი დიდი დამსახურებაც ჰქონდა, მაგალითად სიმონ ჯანაშიასაც დიდი დამსახურება ჰქონდა, ხო? მაგრამ მათ დაუშვეს შეცდომა და რაღაცები ვერ გამოიკვლიეს, იმიტომ რომ იმ მომენტში არსებობდა მწირი ინფორმაცია. საბედნიეროდ მე ბევრმა ქართველმა მეცნიერებმა, მათ შორის თანამედროვე ქართველმა მეცნიერებმა გამოიკლიეს აი ის რაც თავის დროზე შეეშალა ივანე ჯავახიშვილს და სიმონ ჯანაშიას და დღეს საბედნიეროდ გვაქვს ის რაც გვაქვს. მაგალითად, სიმონ ჯანაშია და ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდნენ, რომ დაობდნენ თანხმოვანთა კომპლექსზე, როგორიც არის ფს, ანუ ფსუა. და ისინი ამბობდნენ, რომ იცით რა, აი ფსუა არის უფრო მეტად, ეს არის აფხაზური წარმოშობა, ოღონდ არაქართული აფხაზური წარმოშობის, უფრო მეტად იმ აფხაზური წარმოშობის, რომელთაც განიცადეს წინარე ადიღეური ტომების, წინარე ადიღეური არა უკაცრავად, თანამედროვე ჩრდილოკავკასიური ტომების გავლენა და ანუ ფსუა, მაგალითად ფსოუ, მაგალითად ეს რა ქვია ბოდიშოხი დამოვიწყდა ტოპონიმის სახელი. მოკლედ საუბრობდნენ ისინი, რომ ფსუა არის, რადგან არის ფსუა ფიქსირდება აფხაზურ ენაში, ამიტომ ქართულ აფხაზურში იგივე ვერ იქნება. მაგრამ რეალურად მათ არ გამოიკვლიეს იმ მომენტში, ალბათ მწირი ინფორმაციის გამო ვერ გამოიკვლიეს, რომ ფსუა და ფსა კომპლექსი ქართულშიც გვაქვს, მაგალითად ფაზისი, მაგალითად ქვემოთ როცა ჩამოვდივართ უფრო და უფრო ქვემოთ განსაკუთრებით უფრო და უფრო ხშირად არის ამის მაგალითები. ოღონდ ხანდახან ფსა კომპლექსი გადადის ფშში, ფშაში. და სწორედ ამიტომ პავლე ინგოროყვამ, რომელიც არის უდიდესი მეცნიერი, ასეთი რამ გააკეთა, რომ შეეცადა, რომ აი ეს თეორია, რასაც ვარაუდობდნენ სიმონ ჯანაშია და ივანე ჯავახიშვილი და ამბობდნენ ნიკო მარიც მათ შორის, თეორიის დონეზე ვარაუდობდნენ, რომ ეს სავარაუდოდ ფს არ არის ქართული წარმოშობის კომპლექსი. გადაწყვიტა, რომ აი სწორედ ეს გამოიკვლია და შეესწავლა და ცდილობდა, რომ ქართული წარმოშობის სიტყვებთან დაეკავშირებინა. და როგორც უკვე აღნიშნეთ, ორი ძირითადი ნაშრომი აქვს პავლე ინგოროყვას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის პირველი მოკლე ექსკურსი და მეორე ეს არის გიორგი მერჩულე. აქ აქვს უამრავი ქართული ტოპონიმი აღწერილი და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს თეორია კი არსებობს, რომ არ არის ქართული, მაგრამ ზუსტად
ქართულია. მაგრამ მოგვიანებით კიდევ ერთი ქართველი მეცნიერი, თანამედროვე ქართველი მეცნიერი გამოვიდა, ქეთევან ლომთათიძე ქალბატონი და სრულიად არათანმიმდევრული, მე ამ ქალბატონს პირადად არ ვეხები და დარწმუნებული ვარ, აკადემიკოსი იყო და დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ მასაც აქვს თავისი აკადემიური დამსახურებები, უბრალოდ საკმაოდ უსაფუძვლოდ დარწმუნებული ვარ თავის და უნებურად ჩვენ და ანტიქართული განცხადებები გააკეთა და თან იმდენად არათანმიმდევრული ლოგიკით რომ აი ახლა განვიხილავთ ეს ყველაფერი გიორგი ახვლედიანს ფანტასტიკურად აქვს განხილული თავის რეცენზიაში ეს არის ეს სტატია დაიბეჭდა 1957 წელს თუ არ ვცდები ნომერ მეორე ჟურნალია ივერიონზე შეგიძლიათ შეგზავნეთ და ნახოთ ლინკს ეს ჩავაგდებ სადაც ის ფანტასტიკურად აკრიტიკებს ქეთევან ლომთათიძეს სანამ ლომთათიძის არგუმენტებზე გადავალთ მოდი პირდაპირ ერთად ვიმსჯელოთ რაში ეპაიქრება მაგალითად გიორგი ახვლედიანი ქეთევან ლომთათიძეს პირველი ეს არის შემდეგი რომ ქეთევან ლომთათიძე წერს რომ სადასტურდესო რომ ჩვენ გვაქვსო ფსუა კომპლექსიო თანხმოვანთა კომპლექსიო იქ მაინცო დიდი ალბათობითო მაგაც უნდა ველოდოთ რა და სავარაუდოდ მაინც მაგათი იყო და დასავლეთ საქართველო და ეხლა ამას წერს პროფესორი ქალბატონი და რეალურად ანუ მაშინ რაღაც საჭიროა ხო საერთოდ რამის გამოკვლევა როცა რაღაცა ფაქტად არსებობს და ფაქტად გაქვს მიჩნეული მაშინ რაღაც იკვლევ ხო მაგრამ რაც ფაქტად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება გამოკვლევა. ანუ ეს იგივეა, რომ აი მაგალითად ეხლა სამართლიდან რომ მოვიყვანო ამის ანალოგია, ესეთ შემთხვევა იყო, რომ ერთი არა ირიბი გზით მიღებული მტკიცებულება თუ ადასტურებს მეორე არა ირიბი გზით მიღებულ მტკიცებულებას, მაშინ ეს გამოდის პირდაპირ გზით მიღებული მტკიცებულება, რაც სრული სისულელეა და საბედნიეროდ აი ეს ნორმათა შეთანხმება ამოიღეს დღეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან. ხო და მოკლედ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, ანუ ერთი თეორია არ შეიძლება აიღო ფაქტად და ისაუბრო აი ამ მიმართულებით. მეორე არათანმიმდევრული განცხადება, რაც ქალბატონმა ლომთათიძემ გააკეთა, იყო ის, რომ მან თქვა, რომ აი ერთი მეორეზე ისეთი არალოგიკური არგუმენტები ქონდა, ერთ-ერთი ქონდა მაგალითად ასეთი, რომ მას არ გაუგია რას ვქო მეცნიერებაში ხო არ გაუგია, არ არის ჩვენთვის ცნობილი, რას ვქო მე უამრავი მეგრელი მეგობარი მყავს და ფანტასტიკურად ფლობენ მეგრულს და რომ ეკითხები ხოლმე ძველ მეგრულს იტყვებს არიციან, უბრალოდ არიციან, მეგრელები არიან, იქ დაიბადნენ, იქ გაიზარდნენ, თავის მეგობრებს მეგრულად ელაპარაკებენ, მაგრამ ანუ არიციან, იმიტომ რომ იცვლება და მე რო არ გამიგია, რაც არ უნდა აკადემიკოსი ვიყო, ეს საერთოდ არ ნიშნავს. მესამე უდიდესი შეცდომა ეს იყო ის, რომ ივანე ჯავახიშვილის და სიმონ ჯანაშიას თეორია, რომ ფსა როგორ შეიძლება ქართულად იყოს ხო? ფსას თეორია მიიღეს ისე რომ ფსა შეიძლება არ იყო ქართული, ლომთათიძემ გადაწყვიტა რომ ეს იყო დიდი მონაპოვარი ბრჭყალებში, თვითონ ამაზე საკრიტიკებს გიორგი ახვლედიანი, რომ ეს იყო დიდი მონაპოვარი და ანუ უკვე თეორია, რადგან ავტორიტეტების ვარაუდი იყო, მიიღო ფაქტად და მიიღო, ასე ვთქვათ, იმათ საფუძვლად, რადგან მე დააშინა საკუთარი თეორია და მეოთხე ძალიან არათანმიმდევრული მსჯელობა, ეს იყო ის, რომ მან განაცხადა, რომ ფსელი უნდა მოიღოთ საერთოდ არა აკადემიური საუბრისთვის განკუთვნილი სიტყვა იყო ფსელი ბუდისტში მომიხდია ფრაზისთვის დღეს არის ესე ჟარგონული და არასალიტერატურო თორე თავის დროზე როცა ამას პავლე ინგოროყვა იკვლევდა მაშინ არ იყო ეს სათაკილო სიტყვა და გარდა ამისა რა სათაკილო სიტყვაზეა საუბარი ეს არის ჩვენთვის ყველა სიტყვა გადამრჩენია და ყველა სიტყვა უმნიშვნელოვანესია ფსელი როგორ შეიძლება ამოიღო როცა ფს იგივე ანუ წყალთან დაკავშირებული სიტყვა რომელიც ზუსტად ამბობს რომ იცი რა ფაზისი და ფსო და ამავე იმდინარი სახელი არ დამავიწყდა მოკლედ ხო და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ რომ აი ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქვეყანაშიც ამაღლდეს ცნობიერება იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა შეხრვალდებული რომ დაიცვა შენი ისტორია და თუ არ იცი შენი ისტორია აუცილებლად ძალიან მარტივად დაგამარცხებენ და კიდევ ერთხელ ამბობ რომ ამაზე პუბლიკაციები უნდა გამოქვეყნდეს როგორც ინგლისურად ასე რუსულად ასე ფრანგულად და ყველანაირად მაქსიმალურად უნდა მოხდეს აუდიტორიის გაზრდა თორემ ნაკლებად სავარაუდო ახლა რომ დასავლელი ან აღმოსავლელი პოლიტიკოსები დასხდებიან და მაინც რაღაცების მოძიებას დაიწყებენ და ისტორია თუ დიდი ხნის წინ გააყალბეს მე უკვე ძალიან რთულია გაყალბებულის და დაჯერებულის უკვე შეცვლა აი როგორც ვიცით რომ გარკვეული მეროვნების წარმომადგენლები ქვებს ყრიდნენ რომ გაეყალბებინათ არქეოლოგიური მასალა იგივეს გვიუკეთებენ ტოპონიმიკის მიმართულებით დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ღმერთმა გააძლიეროს და გადაარჩინოს საქართველო